აგვისტოს ომის დროს გაუჩინარებული კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მზვერავი. პაატა ქარდავას ოჯახი 5 წელია უშედეგოდ ეძებს. არსებობს ეჭვი, რომ მის გაუჩინარებაში ქართველი ძალობანების ხელი ურევია. გამოძიება 5 წელია წინ არ წასულა. ოჯახს წლების განმავლობაში არ წმუნებდნენ, რომ ქარდავა აფხაზეთში გადავიდა, თუმცა ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ. ბათუმელი სამხედრო მზვერავის როინ შავაძის უცნაური მკვლელობის და რეინჯერის დავით ცინდელიანის გაუჩინარების შემდეგ პაატა ქარდავაც რამდენიმე დღეში უგზო-უკლოდ დაიკარგა. ნახეთ ბელა ზაქაიძის რეპორტაჟი ზუგდიდიდან. ბოლოდინში ვარ. გამოჩდება, ცოცხალია ჩემი შვილი, გამოჩდება. პაატა ქარდავა ბოლოს 2008 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის ცენტრში ნახეს. საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებამდე 2 წელი ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტში მსახურობდა. მანამდე კი 25 წელი პოლიციაში. ოჯახი 44 წლის ქართველი მზვერავის გაუჩინარებაში ქართული სპეცსამსახურების კვალს ხედავს და მისი ადგილსამყოფელის დადგენას 4 წელზე მეტია საკუთარი ძალებით ცდილობს. ჩემს შვილს არაფერი არ დაუშავებია, მე ასე ვფიქრობ, შეიძლება რამე დანაშაული აქვს. თუ დანაშაული ქონდა ციხეები ხო არსებობს. მიესაჯათ. შვილის სასაფლაო ძორო არ მაქვს, ცოცხალი არ ვიცი, მკვდარი არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. როგორ შეიძლება კაცი ასე დაიკარგოს? 2008 წლის 27 აგვისტო, დილის 10 საათი. დაზვერვის კაპიტანი ქარდავა საკუთარი მერსედესით სახელმწიფო ნომრებით დაბ 670 სახლიდან ქალიშვილთან ერთად გავიდა. მეორე დღეს 28 აგვისტოს მარიამობა იყო და სახლში დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ჰყავდა დაპატიჟებული. მამამ ქრისტინა სახლიდან 2 კილომეტრში მდებარე ზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან დატოვა. თავად კი გზა სამსახურისკენ გააგრძელა. გამოვიარეთ ეს ტერიტორია. ანუ ჩამოვედით მანქანითესზე და დაახლოებით ამ ადგილას გააჩერა მამიკო მანქანა. გადმომსვა, ეს არის ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი და შევედი მე ბაზარში, ხოლო მამიკომ გააგრძელა მოძრაობა პირდაპირ. როგორც ვიცოდი და ვფლობდი ინფორმაციას, მამიკო მიდიოდა სამსახურში, ხოლო როგორც კი მოვრჩებოდი ყიდვას, პროდუქტების ყიდვას უნდა დამერეკა, მამიკო მოვიდოდა და წამიყვანდა სახლში. პაატა ქარდავა ცოტნე დადიანის ჭიხში მდებარე ამ კერძო სახლში შევიდა. ზუგდიდის ბაზრიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარე ეს სახლი 2008 წლის აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტს საიდუმლოდ ჰქონდა ნაქირავები. სამსახურში ქარდავას მისვლას რამდენიმე თანამშრომელი ადასტურებს, მათ შორის კობა მიქაიეც. მისვლიდან ნახევარ საათში ქარდავა თანამშრომლებთან ამბობს, რომ ბაზარში შვილს უნდა გაუაროს და ოფის ტოვებს. შვილი უნდა მიყონა ბაუნაში, საკომოდნო ბაზარში. ეს ვიცი. გაუბარებია, რომ იმას ხდებოდა, აი ტელეფონით გითხარი, ბავშვი როგორ შევიყანო ბაზარში და მოგვიდები სამსახურში. დაახლოებით ნახევარ საათში, როდესაც გამოვედი უკვე ბაზრიდან, უпроსტად ვაპირებდი გამოსვლას, დავრეკე და ვკითხე, რომ მამიკო რამდენ ხანში შეძლებ მოსვლას. მითხრა, რომ დაახლოებით 10 წუთში იქ ვიქნებიო და ველოდობოდი ზუსტად ამ ადგილას. დაახლოებით 10 წუთის მერე დავრეკე, რომ აღარ მოვიდა. პირველად არ აიღო ტელეფონი, არ მიპასუხა. გადავრეკე მეორეჯერ და აი მეორეჯერ რო აიღო, მაშინ მითხრა, რომ მამიკო, მე რაღაც საქმე გამომიჩნდაო, შენ წადიო სახლშიო, მე კი მოვალო მალეო, ტაქსი აიყვანი და წადი სახლშიო. მაგრამ აშკარად ეტყობოდა მამიკოს, რომ ძალიან აღელვებული ხმა ქონდა და ვგრძნობდი, რომ ძალიან სწრაფად მიდიოდა მანქანა. ეს მამაშვილის ბოლო საუბარი იყო. ოფისიდან გასული პაატა ქარდავა ქრისტინასთან აღარ მისულა. ქართველი მზვერავის კვალი სამსახურსა და ბაზარს შორის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე იკარგება. ოჯახის წევრები მას მობილურზეც ვეღარ უკავშირდებიან. გათიშულია მისი როგორც კორპორატიული, ასევე 2 პირადი ნომერი. ოჯახი ქარდავას ძებნას ზუგდიდში იწყებს. ცნობილია, რომ სამსახურიდან ბაზრისკენ მიმავალ ქარდავას ახლობელი შეხვდა, რომელიც პატრულის თანამშრომელია. მან პოლიციელი ამ ტერიტორიაზე მიკროავტობუსების გაჩერებაზე დატოვა და გზა ბაზრის მიმართულებით კოსტავას ქუჩისკენ გააგრძელა. კოსტავას ქუჩაზე ქარდავა მის ყოფილ თანამშრომელს ხვდება და ესალმება. მანქანა ფანჯრები, ეს შუშები აქვს ძალიან დაბურული.
თუ არ არის ჩამოწეული ფანჯარა, ვერც მიხვდები ზის თუ არა იმ მანქანაში ვინმე. მაგრამ ის ადამიანი ამბობს, რომ 4-ვე ფანჯარა ჩაწეული ქონდაო და აშკარად ეტყობოდაო, რომ მარტო იჯდა მანქანაშიო. გამომდინარე აქედან ვფიქრობთ, რომ ალბათ რომ გამოსულიყო კოსტავას ქუჩა, აუცილებლად ჩამოუხოდა რუსთაველის ქუჩისკენ და მამიკო ჩემამდე მოვიდოდა. მაგრამ ვარაუდობთ, რომ ალბათ იქ კოსტავას ქუჩის ბოლოს შუქნიშანთან ნახა ისეთმა ადამიანმა, ვისაც მამიკო ენდობოდა და ჩაიცვა მანქანაში და წაიყვანა ხობის მიმართულებით. 2008 წლის 27 აგვისტოს რუსული საოკუპაციო ნაწილები ჯერ კიდევ იდგნენ წალენჯიხაში, სოფელ ფოცხოსა და კანტში, დაბა ჩხოროწყუში და ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასთან. ამიტომ ქართული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, მათ შორის პაატა ქარდავაც, ქალაქში სამხედრო ფორმის და იარაღის გარეშე დადიან. ზუსტად ეს ტანსაცმელი ეცვა ქართველ მზვერავს გაუჩინარების დღეს. კარებთან ასე ხონდა იქით შეწეული მანქანა და აგერ იყო გაჩერებული. და აქედან აქამდე მოვიდა ჩვენი პოლიცია და აქედან წაიყვანეს მერე დარჩენის განყოფილებაში მანქანა. მას შემდეგ რაც ძმამ პაატა ქარდავას კვალს ზუგდიდში ვერ მიაგნო, გაუჩინარებული მზვერავის ძმა ძებნას აფხაზეთის საზღვრისკენ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას მიმართულებით აგრძელებს. ქარდავებს აქ ნათესავები ჰყავთ. გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, სოფელ დარჩელში არსებულ პიკეტთან ყობა ქარდავას პოლიციელები ეუბნებიან, რომ მისი ძმის ავტომანქანა საზღვართან აღმოაჩინეს და მზვერავი სავარაუდოდ აფხაზეთში გადავიდა. პირველად სწორედ პოლიციაში გაჩნდა კაპიტან ქარდავას აფხაზეთში გაქცევის ვერსია. ამდე რომ მოვედით, რომ ნახე პიკეტში, მაშინ იყო რომ ვკითხე, მე ვთხარი 100 მერსედესი ხო არ გინახიათ მეთქი ასეთი. დაბში 670 ვისიო პაატა ქარდავას მანქანაო, ხო მეთქი და მე იქ თანამშრომელი მიცნო და შენი ძმის მანქანაო, ჩვენ გამოვიყვანეთო 100-ო და იმის მერე წავედი ჩვენ დარჩენის განყოფილებაში. პაატა ქარდავას ავტომანქანა აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე დარჩელის პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ცარიელ ავტომობილს საავარიო ნათურები ჰქონდა ჩართული. პოლიციელები ამბობდნენ, რომ საეჭვო მანქანის შესახებ გამლელი სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლისგან შეიტყვეს. თუმცა ძალოვნებს ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობა რატომღაც არ ჩაუნიშნავთ. ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში ენგურის ხიდია. საგუშაგოზე, სადაც ახლა ქართველი მესაზღვრეები დგანან, იმჟამად აფხაზები იდგნენ. საგუშაგოდან 2 კილომეტრში ტერიტორიას უკვე აფხაზები აკონტროლებენ. ნაპოვნი ავტომანქანა დარჩელის პოლიციაში ისე გადაიყვანეს, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმი არ შეუდგენიათ. განყოფილებაში დათვალიერებისას კი ავტომობილში ქართველი მზვერავის სამსახურებრივი ციფრული ფოტოაპარატი და საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წიგნაკი აღმოაჩინეს. ქარდავა რუსებს ან აფხაზებს რომ გაეტაცებინათ, პირველ რიგში სწორედ ინფორმაციის შემცველი ამ ნივთებით უნდა დაინტერესებულიყვნენ. წიგნაკისა და ფოტოაპარატის გარდა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე ეწყო პროდუქტები, რომელიც სამსახურში მიმავალმა ქარდავამ გზაში იყიდა. მძღოლის უკანა სავარძელი ცარიელი იყო. გვერდით კი იდო საზამთრო, რაც მიუთითებს, რომ პირი, რომელიც სამსახურიდან ბაზრისკენ მიმავალ ქარდავას მანქანაში ჩაუჯდა, უკანა სავარძელზე იჯდა. ავტომობილის სალონს ეტყობოდა ნაფეხურებიც. გამოძიებამ დარჩელში გადაყვანილი ავტომანქანის ექსპერტიზა მხოლოდ 3 დღის შემდეგ ჩაატარა. ამ დროს ავტომანქანაზე უკვე იმდენი ადამიანის ნათითური იყო, რომ კვალის ძებნას აზრი აღარ ჰქონდა. ეხლა ამ სიახლოვესო საზღვართან აფხაზები იდგნენ და იქ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებდითო. რომ იმისიც გვეშინოდაო, რომ იქიდან არ ესროათო რაღაცაო და ჩვენც არ ვიცოდითო რა იყო მანქანაში, შეიძლება იმათ რაღაც დაემონტაჟებინათო. და შიშის ქვემოთ გამოვიყვანეთო მანქანაო. მესამე დღეს იყო რომ მოვიდნენ და ექსპერტიზა უნდა ჩამანქანა სადარი და მე ვთხარი იქ სამსახურთან მეყენა. და ასეო და ექსპერტიზა კი მე ვთხარი და მერე დაიწყეს ექსპერტიზა მერე აუღეს მესამე დღეს იქ რო იყენა სამსახურთან მანქანა ის. გამომძიებლები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები ოჯახს თავიდანვე არწმუნებდნენ, რომ პაატა ქარდავა აფხაზეთში გადავიდა. თუმცა ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ ჰქონდათ. ამიტომ ქარდავები დაკარგულის აფხაზეთში ძებნას დამოუკიდებლად აგრძელებდნენ. გაუჩინარებიდან მე-14 დღეს კაპიტან ქარდავას კორპორატიული ნომერი დროებით ჩაირთო. ოჯახმა ამის შესახებ თავდაცვის უწყებას აცნობა. პასუხად ქარდავებს სამხედრო პოლიციაში უთხრეს, რომ ან ძამ ნომერი აფხაზეთის ტერიტორიაზე დააფიქსირა.
გამოძიება ცდილობდა გაუჩინარების კვალი აფხაზეთისგან წაეყვანა. სინამდვილეში ქარდავას კუთვნილი სამივე მობილური ტელეფონი აფხაზეთის საზღვართან, სოფელ კოქთან მიტოვებულ ავტომანქანაში იდო. ისინი შემთხვევით გზადმიმავალმა აფხაზმა ქალბატონმა მერსედესის ავტომობილში ნახა და იქვე დატოვა. მოგვიანებით ტელეფონები პაატა ქარდავას ძმასაც აღუწერა. ავტომანქანის დარჩელის პოლიციაში გადაყვანის შემდეგ მობილურები გაქრა. აფხაზეთიდან ვარ ნაცნობებით დავიწყეთ ძებნა, შეიძლება ფულიზე წამოვიდნენ რაღაცაზე, კაცი რო ცოცხალი დაგვიბრუნდეს და მაშინ გავედით ერთ-ერთ ახლო ნათესავთან და იმ დღეს აქ რო თქვეს ვიღაც წერიანი კაცი რო იდგაო და იმ ბიჭმა ის მოძებნა, ის ყოფილა ტამოჟნის რა ვიცი უფროსი თუ ვინ იყო და იმას ვთქვი ასეო მე მეგონაო გაზელი მოდიოდაო და ჩემი თვალით ნახეო ჯერი აი აქ გაჩერდაო 1-3 წუთი იმის მე დაკოქაო და ეგერ გააჩერდა და ერთი კაცი გადმოხტაო და იქით ხარეს წავიდაო სირბილით. მე ვიცოდი რომ არ იყო ის აფხაზეთში გადასული, აფხაზი მოუკლა მამამისი აფხაზმა მოკლა და არასდროს არ წავიდა, საერთოდ არ მიდიოდა იქით გვიღალატეს და აფხაზეთში გადასულა. გოროზიასაც უთქვია ასე, პირველად ასე გავიგეთ. და პირველი ვერსია წამოვიდა ეს, იმისი გამსახურდია ჩვენთან ახლოს იყო, ძალიან ახლოს ის ბიჭი. ჩემი დაღუპული ბიჭის მეგობარი იყო ის უმცროსის გიორგი. ფაქტები, რომელიც ოჯახმა მოიკვლია, პაატა ქარდავას აფხაზეთში გადასვლის ვერსიას გამორიცხავდა. თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სამმართველომ ქართველი მსვერავის გაუჩინარებიდან მეორე დღეს 28 აგვისტოს გამოძიება გატაცების მუხლით დაიწყო და ოფიციალურ ვერსიად აფხაზების კონტროლირებად ტერიტორიაზე პაატა ქარდავას იძულებით გადაყვანას განიხილავდა. მანქანა ეყენა ასე წვირით იქით რო ქონდა მიშური ისე აი ასე გვერდო ასე ედგა მანქანა აქ ჩვენ რო მოვედით ეს ადგილი არისო და რო დავათვალიერებდი და გვერდზე დავაყენე ზუსტად იმ მანქნით ვიყავი და აქ 4-ვე ბორბლები ემჩნეოდა პროტექტორები ახალი პაკნეშკები რო იყო რეზინები და ზუსტად რო შევადარეთ ერთი და იგივე. ოჯახის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ადმინისტრაციულ საზღვართან პაატა ქარდავას ავტომანქანის მიღბანის განსხვავებული სურათი იკვეთება. ის საზღვართან სავარაუდოდ ხობის რაიონის სოფელ 1 მაისიდან ამ ადგილიდან გადაიყვანეს. აქ კი ქარდავას მანქანა ზუგდიდიდან მოხვდა. როგორც ჩანს, ქარდავა ხობისკენ მოტყუებით წაიყვანეს. მისი მანქანა 1 მაისთან საპატრულოს თანამშრომელმა შენიშნა, რომელიც იმ დღეს თეკლათი ზუგდიდის მონაკვეთზე პატრულირებდა. ამის შესახებ მან ყობა ქარდავას უთხრა, თუმცა მას შემდეგ რაც პატრულის თანამშრომელი გამომძიებელმა დაკითხა, მან ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ არ ახსოვდა იყო თუ არა ეს ქარდავას ავტომანქანა. დავიწყეთ შეიძლება ჩამოაგდეს სადმე ან მანქნის გვერდზე რაღაცა იქით შევედით. იქაც ჯიპის ფართო პროტექტორები იყო, იქით მანქანა რო იყნა, მე გამოსულია ის მანქანა გამოვიდა და ის იმ მანქანის პროტექტორი აქაც იყო, რაც უყან იქ იმალებოდა ვიღაცა მათ ელოდებოდა, აშკარა იყო ეს. მე ჩვენ ვირავდით რომ აქ ელოდა ვიღაცა, იქ ყავდა მანქანა შეყვანილი, რომ მოიყვანეს და ურეკეს რა ვიცი, ჩემსაც გეუბნებით რომ აქა ვარ და მოვიდნენ ესენი მოადნენ, გადმოიყვანეს და წაიყვანეს ეს კაცი. აქეთ ალბათ საწაიყვანეს არ ვიცი და ეს მანქანა კიდო ეგერ რაღაცა დღეს ნახეთ ეგერ განახეთ რომ იმ ადგილზე იქ იყო მანქანა მიტოვებული. გატაცებული კაპიტნის მეუღლე ვარაუდობს, რომ გაუჩინარება 18 აგვისტოს სვანეთში პაატა ქარდავას ჩასვლას უკავშირდება. ელისო სართანია იხსენებს, რომ დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ირაკლი ქურასბედიანის თხოვნით პაატამ კოდორში საწვავი ჩაიტანა. მასთან ყობა მიქაიაც ახლდა. როცა ჩამოვიდა, მაშინ თქვა, როცა იქითაც გავიარეთ, რომ სვანეთში მივდიოდით, მაშინაც გაუარეთ რუსების კოლონას, რომელიც კოდორისკენ მიემართებოდა. და უკან რომ მოვბრუნდიო, მაშინაც გზაში გაჩერებულები იყვნენ და ისე გამოუარეთოდა. შეიძლება იქ რაიმე ან რომ გაუარა იქითობისას, ან აქეთობისას რომ ჩამოიარეს, დააფიქსირეს, რა ვიცი. ალბათ მოღალატეობა, მაგრამ არ ამგონია ის რომ არ გაუკეთებია იმას თავის თავზე არასდროს არ აიღებდა. ჩვენ დაგვირეკა ქურასბედია. ჩემთვის არ დაურეკია, უშუალოდ ჩვენ დააურეკეს თბილისიდან მგონი კადრების უფროსი. არ ვიცი ზუსტად ქურასბედიანი არისო გამოსული კოდორიდან და საწვავი არა აქვსო და ითხოვსო სასტრაფო დაუტანოთო საწვავი და მე პროსტო
ადამიანურად მარტო ახასად გავუშვები გაზ და გავხევი ჩავაბარეთ საწვევი და უკან დაბრუნდი მეტი არაფერი არ იყო. ვინმე შეხვდათ გზაში რუსები? რუსების კოლონა მიდიოდა ჩვენ მაგას დიდი იმით გავუსწავლეთ. პაატა ქარდავას ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ შეუძლებელია ზუგდიდის ცენტრიდან დილის 11 საათზე დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი ისე გამქრალიყო, რომ ქართველ ძალოვნებს არაფერი სცოდნოდათ. ოჯახის მსგავსად ბესოროგავაც ფიქრობს, რომ ქართველი მზვერავის გაუჩინარება მის სამსახურს უკავშირდება. წრებული პოლიციის თანამშრომელი პოლიციის უფროსიდან კუდის უფროსი იქნებოდა სოდის სამხარეოს უფროსი, ყველა უნდა დაკითხულიყო, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი ოპერაცია რომ გააკეთოს ამ ასეთ პატარა ქალაქში ვიღაცა და რომელიმე თანამდებობის პირს ამაზე ინფორმაცია რო არ ქონოდა. რატომ არ ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება? ამის გარკვევა საქმის გამომძიებელთან ვცადეთ. თუმცა მერაბ შენგელიამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ქარდავას საქმეზე სიახლე ჯერ არა აქვთ. პაატა იაშაზძე ქარდავას გაუჩინარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2008 წლის 28 აგვისტოდან აღიძრა. საქმეს 153 მუხლის პირველი ნაწილით ზუგდიდის რაიონული სამმართველო იძიებს. გამოძიებამ აღნიშნულ საქმეზე ის ადამიანები დაკითხა, ვისთანაც პაატა ქარდავას გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა ურთიერთობა. 27 აგვისტოს პაატა ქარდავას მანქანა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის სანაპიროზე იქნა აღმოჩენილი. სამართალდამცველებმა ავტომანქანა იმავე დღეს დარჩელის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მივმართეთ ყველა ინსტანციას. რა ვიცი, არ გვაქვს დატოვებული არც ერთი მინისტრი, ვის სახელზედაც წერილი არ დაგვიწერია. პრეზიდენტს მივმართეთ, არა მარტო თქვათ წერილის ფორმით, შევხვდით ორჯერ ოჯახის წევრები. მაგრამ არავით არის პასუხი. პაატა ქარდავას გაუჩინარებამდე დაახლოებით 10 დღით ადრე 2008 წლის 16 აგვისტოს ასევე ბუნდოვან ვითარებაში სპეცრაზმმა ბათუმიდან გაიტაცა კიდევ ერთი ქართველი მზვერავი როინ შავაძე, რომელიც შემდეგ სოფელ ქაქუთთან დახვრიტეს. ხოლო ქუთაისიდან ძალოვნებმა ასევე გაიტაცეს ჭუბერელი რეინჯერი დავით ცინდელიანი. ცინდელიანებს და ქარდავებს კავშირი დღემდე აქვთ და ინფორმაციას ცვლიან. თუმცა არც ერთ საქმეში ახალი დეტალი არ გამოკვეთილა. კაპიტან პაატა ქარდავას ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ გაუჩინარების ბუნდოვანი დეტალები ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც გაირკვევა. მთავარი პროკურატურა საქმის ხელახალ გამოძიებას იწყებს.